კი, მთავარი რაც თქვენ აღნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სხვადასხვა კვლევებით და მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშიც ადასტურებს ამას, ეს არის ბავშვების მდგომარეობა სკოლებში, კვებითი პრობლემა და პირველადი ძირითადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა მოსწავლეებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა განსაკუთრებით საჯარო სკოლებში და განსაკუთრებით რეგიონებში სკოლებში, როდესაც მოსწავლეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ელემენტარულად როგორ შეიძლება მოსწავლეს მოსთხოვოს რაიმე მსჯელობა პროცესში ჩართვა, როდესაც ის უბრალოდ არის მშიერი, ხო? ასეთ მდგომარეობაში ძალიან რთულია, რომ ეს რა მნიშვნელობა აქვს რა ხატია ყდაზე. ხო, რა მნიშვნელობა აქვს რა ხატია ყდაზე, მაგრამ ისიც აქვე ძალიან მოჩვენებითია, რომ ისინი ამბობენ, რომ თითქოს ფორმებს კერავენ, მაგრამ ამ ფორმის ფულსაც საბოლოო ჯამში მშობელი იხდის. მთავარია, რომ რაც მთავარია სარჩოლია ფორმა. და ესეც ეს გარდა იმისა, რომ ეს მშობელი ყიდულობს ამაშიც ინვესტიციას მშობელს ამას რომ თავი დავანებოთ ბიზნესის ნაწილში ეს ამას არ აწარმოებს და არავითარი შესაძლებლობა არ მისცა განათლების სამინისტრომ და არავითარი ასე ვთქვათ мотиваცია ქართული ბიზნესი იმისთვის რომ ეს ყველაფერი ქართულ ბიზნესს ეწარმოებინა ესეც მნიშვნელოვანია შესაბამისად აი ეს ძირითადი პრობლემები ჩვენ გვაქვს ბავშვებთან მნიშვნელოვანი გამოწვევები თუნდაც ის რომ კონკრეტული საგნების დაძლევა უჭირთ ჩვენ მოსწავლეებს განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებთან მიმართებაში ეს გამოწვევა ჩვენ გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა ის რომ რეალურად მოსწავლეები ბოლომდე ვერ გამოხატავენ და არ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაშივე საკუთარი პროფესიით დასაქმდნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითად ძალიან ბევრი კარგი ღირსეული საჯარო მოხელესთან ერთად მეორე მხრივ ყავს ისეთი საჯარო მოხელეები, რომლებიც რეალურად არანაირი კვალიფიკაციის და ყველანაირი კვალიფიკაციის მიუხედავად კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტული ნეპოტიზმური გავლენით მოხდნენ და